გილოცავთ დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ეს არის გადმოცემა არის ესეთი, რომ წმინდა ნინოს მიერ არის დაფუძნებული საქართველოში დიდმოწამე გიორგის ხსენება, დაბორბლის, ასე ვთქვათ, ხსენება, ბორბალზე რო ვაწამეს. და არის კიდევ ესეთი გადმოცემა, რომ ნათესავები იყვნენ კაბადოკიიდან, წმინდა ნინო და წმინდა გიორგი. და აი ეს სიყვარული ალბათ საქართველოში წმინდა ნინოს დედა ჩვენი სარწმუნოებაში, ემბაზი ჩვენი ქართველებისა და ქართლის საქართველოს მთლიანად წმინდა ნინოს ლოცვით არის, რომ ესეთი თაყვანისცემა და სიყვარული არის წმინდა გიორგის დიდმოწამის მიმართ. ალბათ მერე და მერე კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ ბრძოლაში შეუდრეკელი, გონიერი და შემართული მხედართმთავარი ალბათ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა რომ ჰქონდა გადახთილი და გადასახდელი, ალბათ წმინდა გიორგი ამიტომაც იყო, რომ ღვთისავე კურთხევით მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს ეცხადებოდა ღვთისნებითა და განგებულებით ჩვენს მხედრობას და ძლევა ისაკვირველი ყოველთვის აღესრულებოდა. აი მეფე ერეკლეს პერიოდშიც კი მე-18 საუკუნეში ბოჭორნის წმინდა გიორგის ხატში წმინდა გიორგის ნაწილი არის შაბრძანებული და როდესაც ლეკებთან ბრძოლა ჰქონდათ უთანასწორო, იმიტომ რომ მომხდური უფრო მეტი იყო რიცხობრივად, წმინდა გიორგის ხატი იწინამძღვრეს, ლაშქარს წინ მიუძღოდა და აი ეს ბრძოლაც საკვირველი გამარჯვებით დამთავრდა და წმინდა გიორგის მეოხებას მიეწერა ეს და შეწევნას. და კონსტანტი კახი, რომელიც ასაკიანი იყო და სიყვარული ჰქონდა თავისი სამშობლოსი, თავისი ერის, მაგრამ აღმატებული სიყვარული ჰქონდა ქრისტესი. ყველაფერი შესთავაზეს, ყველაფერი უთხრეს, მაგრამ მაინც არ დასთმო. ქრისტეს სიყვარული ვერც სამშობლოთი, ასე ვთქვათ, შეაცდინეს და ვერც ვთქვათ პატივით. ანუ ეს არის მაგალითი წმინდა გიორგისაც და კონსტანტი კახისაც, როდესაც როგორც ჩვენი წინაპრები იტყვიან, პირველად ღმერთი და შემდეგ სხვა ყველაფერი დანარჩენი. ისე არის დღესაც. რამ შეიძლება გადაგვარჩინოს? ბევრს ლაპარაკობენ, არაბიზაცია, აბა მიწები იყიდება. ადრეც იყიდებოდა, მაგრამ არავის არ ახსენდებოდა. და ადრეც უამრავი რამე არაწესიერი ხდებოდა. მაგალითად ყველანი ვართ ადამ და ევადან წამოსულები, მოდმა. ამიტომაც ძმებად ვიწოდებით ყველანი, მაგრამ მე ენის განსხვავებამ და სარწმუნოებრივმა განსხვავებულობამ ეს თქვათ გრძნობა თანდათან დაკარგა, მიინალა და დღეს თქვათ რელიგიური ნიშნით ხდება გარჩევა ეროვნულობით, ენით და თქვათ ეს საერთო წარმომავლობა ცოტა ბევრისთვის დაკარგულია. მაგრამ როდესაც 60-ში ღმერთმა ედემი დააფუძნა, ადამი დასვა და უთხრა მოუვარე 60-ის ბაღს, ანუ იმუშაკე. და ადამიანი, ანუ ადამი და ევა თავმოწონებით შეცდნენ და დაკარგეს 60-ე. აქედან გამომდინარე ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს. წიაღი მამისა, მამისეული წიაღი. ერთი გვაქვს ზეცაში და მეორე სამშობლო, სადაც ჩვენი წოდების გამო ვიხდით, ასე ვთქვათ, ღვთით განჩინებულ სასჯელს. დათმენა გვიწევს უსამართლობის, უმსგავსოების და ეშმაკისაგან ვინც იძლევა, იგი თქვა შეიძლება ამ წოდვაში იყოს ჩავარდნილი და ესეც მოსათმენია, ხო? როგორი იქნება მაგალითად დემეტრე თავდადებული სანამ გახდებოდა ერისათვის თავდადებული და ღვთისთვის ერთგული მეომარი, ისიც აი ესეთ უამრავ წოდვაში იყო კაცობრიოში. ამიტომაც მოციქული ამბობს, ნუ განიკითხავთ სხვისა მონას, რამე თუ მსჯავრი იმ მონისა პატრონის, ანუ უფლისაა. და რა უფლება განიკითხო ის, ვინც სხვისი მონაა. და როდესაც გამოვიდევნეთ ის დავალება ადამიანზე მიცემული ედემში,
დაამუშავა მიწა, ბაღი და მოუარე, აქაც გადმოყვა. იმიტომ რომ ედემის ბაღში რო არ ემუშაკა ადამიანს, მაშინ ალბათ ისე გაიზრდებოდა ის სცენარები, რომ იქ გაუვალი იქნებოდა ის ბაღი უვლიდა. მაგრამ როდესაც გამოიდევნა 930 წელი იდგა დახშული აღსავლის, ანუ 64-ის კარის წინ და მის გვერდით მთავარანგელოზი იდგა და მასთან ერთად ესე იგი გულის ნადებს ადამიანის ლოცვებში ამოთქმულს, ხო? გადასცემდა უფალს. და ელოდებოდა აღთქმას. წარმოგიდგენიათ, როგორი მოთმინება უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომ აი ამდენი ხანი იმედი სასო არ წარეკვეთა. მაგრამ მას შეგნებული ჰქონდა თავისი შეცდომა და როგორც მამები ამბობენ, გველმა მოატყუა, ეშმაკმა მოატყუა და უთხრა, გინდათ რომ ღმერთივით გახდეთ, მაშინ აი ამ ხის ნაყოფი იგემეთ. და ცოდვა მოუტანა და ეს ცოდვა იყო თამოწონებით ურჩობაში ჩააგდო. დღესაც იგივე ხდება. ადამიანები თამოწონებით ურჩობაში ვარდებიან და სხვადასხვა მიმართულებით თემა შეიძლება იყოს მრავალგვარი და სხვადასხვა, მაგრამ ძირი ერთი აქვს. თამომწონე ადამიანი ურჩობით თავის თემას ავითარებს და ხან ქვეყნის პატრიოტია, მოყვარული, ხან მიწებზე გული წყდება, ხან რა ვიცი კიდევ უამრავი რამ. მაგრამ ერთი მთავარი არის, რომ ადამი იდგა და 900 წელი მეტი იდგა და ღმერთს ევედრებოდა შენდობას. სასო არ წარიგეთ. ანუ იგი ხედავდა თავის შეცდომას, დანაშაულს და გულწრფელად ევედრებოდა. და აი ამ განსაცდელს იტანდა და თა როგორი სიმწარე ნახა, ორი შვილი ჰყავდა ვაჟები, ხო? კაინი და აბელი. კაინი მიწათმოქმედი იყო, აბელი კიდე იყო მესაქონლე. ეს მიწათმოქმედება თითქოს აი 60-დან გამოყოლილი საქმე დავალება იყო. მაგრამ ის მიწათმოქმედი თავმოწონე გახდა. ეგონა რომ ნამდვილად ესეა. ეგონა რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა და არათუ ღვთისშეწევნით, თავისი ძალითა და ნიჭიერებით. და როდესაც ძღვენი მიუტანა, მიართვა ღმერთს, დაიწუნა უფალმა მხოლოდ იმიტომ, რომ თავმოწონებით მიტანილი იყო. რამდენი ხდება დღეს ტაძარში მოდის თავმოწონებით. ძღვენი მოაქვს, არა აქვს მნიშვნელობა. დიდი იქნება თუ პატარა, თუნდაც ერთი სანთელი მოიტანოს და დაანთოს, ეს ძღვენი გონია, რომ ყველაზე უფრო მართალია და დღეს მთელ სოფლიოს კაცობრიობას ერთი სენი აწუხებს. ამბარდავნება. ყველას გონია, რომ ყველაზე ჭკვიანია. და ამიტომ ყველა მთელმა სოფლიომ უნდა მოусმინოს. და დადგეს და უნდა ასწავლოს მას, ჭკუა დაარიგოს და თუ თქვათ აღთქმებაში მოვიდა ამ საუბრის დრო, შეიძლება კარგად უშევრადაც გაილანძღოს. უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, მაგრამ ეს დამაჯერებლობა მის გონიერებას კი არ გამოხატავს, მის სისუსტეს. კაცობრივ სისუსტეს, რომელიც ეშმაკისაგან, თამოწონების ეშმაკისაგან არის ძლეული. წმინდა გიორგი, რომელიც უსაშინლეს სატანჯველებს სციეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტესე უარი ეთქვა. ყველაფერი დაეთვინა და ქრისტეს ერთგული დარჩა. ალბათ გინახიათ, ხო, დაუმწვარი კირი, როგორ დუხს, წყალს რო დაასხავთ და როგორი, ასე ვთქვათ, მხურვალი არის, დიდი ტემპერატურა არის. ესე იგი, რკინას გახრიტავს, თუ კი, ვთქვათ, აი, პატარა მოცულობის იქნება. და აი ამ საკირე ორმოში ჩააგდეს და ზემოდან გამოუწვავი კირი დააყარეს და წყალი დაასხეს. და ეგონათ, რომ ასე ვთქვათ, იქ ძვალის კი აღარ დარჩებოდა. ერთი კვირის თავზე გახსნეს და წმინდა გიორგი ხელაპყრობით ღმერთს ადიდებდა. ეს კაცის გონებისათვის წარმოუდგენელია. და დიოკლეტიანე იყო რა, თვითდაჯერებული აბარდავანი, არც დაიჯერა გიორგის, წმინდა გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები და ისი ჯადოქრობას მიაწერა და ბოლოს, ესე იგი, ამ უთვალალმა უბრალო უმანკო სისხლმა დაძლია, მაგრამ ვერ მეხთა მიზეზი რა იყო და მეფობა დატოვა, მიატოვა. თავისი სახელმწიფო 4 მართლს გაუყო. თვითონ წავიდა და ბოსტანს ამუშავებდა, მიწას ამუშავებდა. მაგრამ ამაშიც რაღაცა ღვთისგანგებულება არის. რადგან ჩვენ ყველანი ადამიანის
შთამომავალნი მიწისაგან მოიზილეთ და ღმერთმა სული ჩაგვერა. და ასევე მივიდა ეს დიოკლეტიანიც და მიწა სამუშაოდ, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს მიწა ესე რატო იზიდავდა, რადგან მივიდნენ და უთხრეს დაბრუნდი ისევ იმპერატორისა პასუხისგებლობა აიღე, უსმინა და შევიდა თავის კოხში, გამოუტანა ერთი დიდი თავი კომბუსტო და უთხრა ნახეთ როგორი კომბუსტო მოვიყვანე მე. მაგრამ ის ამ მიწას ვერ ასწდა. იმიტომ რომ მან ვერ დაინახა რომ თავად მიწა იყო და მიწად იქცეოდა. მან საფრთხო განგებულება ვერ წაიკითხა თავის ამ ვითომ უბრალოებაში და დარჩა ისევ ესეთი წარმართი დევნილი ქრისტიანების. ხოლო წმინდა გიორგის მარტვილობას ვინც უყურა, ბევრი ადამიანი იქვე გახდა ქრისტიანი და მეხსეულად მიიღეს ქრისტესთვის მოწამეობისა გვირგვინი. დიდება და მადლობა ღმერთს. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ესე იგი სახარებისაო იგავში რო არის მონათხრობი, იმას ვადრი და მგონია რომ ალბათ ჩვენ ყველაზე უფრო კარგად გვესადაგებთ. თუმცა ეს იგავი არის, რომელიც მთავარზე ლაპარაკობს. დამოვიდაო სახლისაოფალიო და დანერგაო ვენახიო. ზღუდე დაზდოა, გალავანი შემოალო, კოშკი ჩააშენა შეგნით, საგუშაგო საიდანაც უნდა ეყურათ იქ, ვინც იყვნენ მომდელები. მოიყვანა ხალხი, ჩააბარა ვენახი და წავიდა და უთხრა, მოვალ და მოსავალს რო აიღებთ, იქიდან წილი უნდა მომცეთ. და ამ დროს ამ მევენახეებმა, მუშაკებმა უღალატეს თავის ბატონს უფალს. და რომ მოვიდა ხარკის თუ გადასახდელის მიცემაზე უარი უთხრეს. ვინც გამოაგზავნა ისინი ჯერ შეურაცხყვეს, მეორე ჯერზე საერთოდ დაახოცეს და მე თავისი შვილი გამოაგზავნა და ის გაიყვანეს ქალაქის გალავნის გარე და იქ მოკლეს. ჩვენ ქვეყანას მე ესე ავუქავ, 64 სადარი ქვეყანა, იმიტომ რომ უფლის კვართი არის ცხეთას დაფლული, ახალი აღთქმის. ხილული და უხილავი სამყაროს შემქმნელის უფლის კვართია და ასევე ილია წინასწარმეტყველის კვართი არის, ამ ძველი და ახალი აღთქმის შეერთების ადგილია. და რა გასაკვირი არის, რომ ჩვენს ქვეყანაზე ბევრს თვალი ეჭიროს, არც არაფერი. 64 სადარი ქვეყანა. უბრალოდ ის მევენახეები ჩვენ ვართ, ვინც ამ ქვეყანაზე ცხოვრობთ. რამდენი შეურაცხყოფა მივაყენეთ, უფალს პირობა დაუდეთ ქრისტეს ერთგულებაზე და მუშაკობას ჩვენინებით ავიღეთ. ყველა მაგრამ ვთქვათ ნახევარზე. ნახევარი იყო ღვთის მოყვარე და თავდადებული და ამიტომაც გადარჩით და ნახევარი კიდე თავისი ასე ვთქვათ არაღვთისსათმო საქმეებისა გამო იმ მეორე ნაწილსაც განსაცდელში აგდებდა. რომ იმათ დაენახათ. ესე მოხდა, ხო 6000 გარეჯელი მონაზონი ამოწვიდა შახაბაზმა, რატო? ზოგიერთი კითხვა სვავს, კარო, კი, მაგრამ 6000 ხმალი აეყო, არა, მათი ცოდენ უმჯობესი რა იყო, გვირგვინი მიიღეს. ის კი არა, ორი მორჩილი გაიქცა, შეეშინდა და გზაზე ნახეს, რომ მოსწვიდნეს, ასე ვთქვათ, მონასტრის კრებული და მობრუნდნენ და ჩიჩხიტურსა და ლავრას შორის ერთ ადგილზე მოწამეობით აღესრულნენ და იმ ადგილზე ვარდის სურნელოვანი ამოვიდა და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ეს ვარდის სურნელი მთელს იმ არე-მარეს ეფარებოდა, ეფინებოდა. და ქეთევან წამებულმა რატო იტვირთა ეს? იმიტომ რომ ხალხი გადაერჩინა რა ყოფილა როდისმე მეფობა ყველა რომ მისი მომხრე და მოყვარული ყოფილიყო. დავითი რომ დავითია, მასაც კი მტერი ჰყავდა, თამარსაც არ იყო მეფე და დიდებული, რომელსაც ყველაფერი დალაგებული ჰქონდა. ისე არის დღეს, როცა კაინმა აბელი მოჰყლა აი იქიდან, უბრალოდ როცა ადამი და ევა სამოთხიდან განდევნეს, მაშინ როგორც მამები ამბობენ, უნდოდათ გაეგოთ რა იყო სიკეთე, დაკარგეს სიკეთე და მიხვდნენ რა იყო სიკეთე. უნდოდათ გაეგოთ რა იყო ბოროტება, შეიძინეს ბოროტება და მიხვდნენ რა არის ბოროტება. აი იმის შემდეგ უკვე სოფლად შემოვიდა ამ წუთის სოფელში ცოდვა და ცოდვისაგან სიკვდილი.
ეს წრებრუნვა დაუსრულებელია, მუდმივად ესე იქნება. წარღვნაც რომ არ ყოფილიყო აი ესეთი შეცდომა კაცობრიობის ადამიანთა მოდმის წარღვნა არ იქნებოდა. მაგრამ მე შეინანა ღმერთმა და თქვა რომ აღარ დავსაჯო დედამიწა და კაცთან მოდმა აი ესეთი ძიმე საშინელი საჯელი. ერთი მეორეში აიზილა ყველაფერი. მყარი და თხევადი. ყველაფერი ერთი მეორეში აიზილა. მაგრამ ადამიანმა მოდმამ რო იტყვიან გონიერებას ვერ მოუხმო. რატო? იმიტომ რომ მადლიერი არ არის. უმადური კიდე უმადლოა. და ვინც უმადურია, იმას არც ქვეყანა შერჩება და არც არაფერი. და აი მე ვენახეები სიგავი რო გავაგზავნოთ, მოვიდა მაშინ უფალი, როდესაც ძეც მოუკლეს შვილი და როგორ მოექცევაო? და იქ უპასუხეს, რომ მტყვანი და დანაშაული მოსყვიდოს და სხვა შეაბაროს, მაშინ ეს სავენახე. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად უფლისა სავენახეა. მუშაკნი ჩვენ ვართ. ოღონდ კარგები და ცუდები. ყველა ამ ხილულ სამყაროში ირჩევს რომელ მხარეს დადგეს. კარგების, ანუ ღვთის მხარეს, ღვთისმსნების დაცვისთვის, თუ ცუდ მხარეს, ქრისტეს მოწინააღმდეგე სულის მხარეს. ხო და აკი გვახსოვს ეს იგავი. აკი ვიცით და ბევრჯერ გვინახიათ, წაგვართვეს დავიბრუნეთ, წაგვართვეს კიდევ დავიბრუნეთ. უღელი დაგვადგეს დიდხანს, ხან ერთხელ, ხან მეორედ, დავიბრუნეთ. რატო? იმიტომ რომ ღვთისგანგებულება იყო. ბახტრიონიც კი რო არა ღვთისგანგებულება, ალბათ ეს ძლევა ისაკვირველი არ იქნებოდა. და აი ეს ჩამოსახლებული ტომები, რომლებიც რო აქ ცხოვრობდნენ, ესე ერთი ხელის დაკვირით, როგორც იტყვიან, ვერ გაიდევნებოდა. მაშინ ტოლი-ტოლზე ვიყავით, უნაგირზე იჯდა მტერიცა და მოყვარეს. ხმალი ჰქონდა ერთსაც და მეორესაც და თითქოს თანაბარი ომი იყო. მაგრამ დღეს რო ვინც წუხს საქართველოზე, ჩვენ გავიხსენოთ, აი ჩვენს ეპარქიაში მიწები დაამუშავებინეს და არცეთი არ მივიდა მის გასაპოხიერებლად და მისგან დამუშავებული სხვამ რომ დაამუშავა, მისგან კეთილი ნაყოფის მისაღებად. სიტყვა მოვიდა, ფული დაურიგეს და ტრაქტორი და ახალი ენერგია არავის არ უყიდია. ყველამ რაღაცა ოპიტი საგნები შეიძინა. მიწა მეზობელ, ასე ვთქვათ, სხვა ტომის წარმომადგენლებს მიჰყიდნენ და მერე თავად მონად დაუდგნენ იქ მოჯამაგირეებად. და ყველაზე დიდი დანაშაული რა არის? მიწა, რომელიც საჩუქარია და რომელიც ღვთისაჩუქარია და რომელიც აუნაზღეურებელი განძია. მას ფასი არ აქვს. არ უნდა იყიდებოდეს მიწა. მაგრამ თუ კი იმას არ მოუწყილდებით, მაშინ იმას მოვა და სხვა მოეპატრონება. როგორც იგავში არის. ღვთისგან მოცემულ მადლს სიზარმაცე twins ხელს აუკრავს, მაშინ ის ღირსი აღარ იქნება ამ ჯილდო განძისა. და მიწას ვინც ყიდის, თავის უფლებას ყიდის. თავის უფლებას ყიდის. მიწაზე და მის ყოფიერებაზე. ამიტომ მიწის გაყიდვა არც დღეს, არც ხვალ, არც წარსულში არ შეიძლებოდა. და არ შეიძლებოდა, არც მომავალში არ შეიძლება. მიწა არ უნდა იყიდებოდეს. ეს არის აუნაზღაურებელი სიმდიდრე. სხვა დანარჩენი ახლა ყველა ეკონომისტი გამოდის და ყველა, ასე ვთქვათ, საქმიანი ადამიანი. ვინც არის იჯობია რომ არ ილაპარაკოს. მაგრამ სახარებაში რაც წერია, იმას მოусმინოს. ცარიელი არჩება არასოდეს ადგილი. თან ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპა-აზიის გზაგასაყარია. ყოველთვის იყო თბილისისთვის ბრძოლა. აგერ გრემი დედაქალაქად დაანგრიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ირანს შეშურდა, ანუ იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, დღევანდელ განმარტებას თუ მიცეთ, ქართული აბრეშუმი იმდენად ძვირფასი იყო, რომ მიუხედავად თავის მცირე რაოდენობისა, აჭარბებდა მოთხოვნილების ბაზარზე ირანულ და ინდურს. ამიტომაც დაეცა ქვეყანას, მაშინ არაფერი არ არსებობდა. ხმლის პირი წყვეტდა სამართალს. მოგერია და მის მართალი ვარ. დღესაც ესე არ გრძელდება. თურქები დასავლეთ საქართველოს ითხოვენ, ირანელები აღმოსავლეთ საქართველოს ითხოვენ, იმიტომ რომ თურმე მათ გაიყვეს, ოღონდ ჩვენ კი არ ვკითხეს. არც რეფერენდუმი არ ჩაუტარებია 1555 წელს, ორმა ვეშაპმა გაიყო დასავლეთი თურქეთს, აღმოსავლეთი ირანს. მაგრამ ჩვენ წინაპარს ყოველთვის ჰქონდა უნარი, საერთო ენა გამოენახა და გადაერჩინა. არა მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს მას მიეღო სიკეთე, მომავალზე ფიქრობდა.
ერთი ძველი ფილმი არის ხეჭეჭურის ნერგი აქვს ბაბუაშვილიშვილს. და ეკითხება ერთი რა ნერგი არისო და ეს სახელმწიფოება. ალბათ მოსავალსო კარგსა და მალე იძლებაო, ხო? არა 15 წლის მერე რას ვაკაც 15 წელი ამ ნერგს მოსავალს როგორ ველოდო არ მინდა ეგ ნერგიო წაიღო არ ამჭირდება. რატო? იმიტომ რომ დღეს მეხვალიე კაცი იყო ის. ის მომავალზე არ ფიქრობს, ის წინარ იხედება. ისე ჩვენი დღევანდელობა სახარებაში წერია, ხო? მივიდნენ და ნახეს რომ ლოდი გადაგორებული არის და ბრწყინვალე შესამოსელში ანგელოზი ზის და ეუბნება ვიცი იესოს ეძიებთ ჯვარცმულს არ არის აქ აღდგა გახარებულები მიდიან მოციქულებს უნდათ რო ახარონ წადით და ახარეთ პეტრეს რატო იმიტომ რომ პეტრემ შეცდომით აი თვით დაჯერებული რო იყო რომ სხვა რომ გაკიდოს მე არ გაგცემ და სამჯერ უარყო პეტრე და მერე შეინანა, მაგრამ იმდენად დიდი იყო წუხული გულთამხილავმა უფალმა იცოდა და ანგელოზმა უთხრა, წადი და პეტრეს ახარეთ, რომ მისი წუხილი დასრულდა, აღსდგა ქრისტე. ისე ვართ ჩვენ, წუხ ვართ, ეს ამბავი ხო ვიცით. ვიცით რომ აღსდგა ქრისტე და გაიმარჯვა სიკვდილზე. ისე იქნება ჩვენის უკეთო ღმერთთან მივალ და თანდაბრად ვიტყვით. ე უფალო, შევწოდე, შევწდი. შენი ვარ და მაცხოვნე, შენს იქით გზა არ ამაქვს. ვინც თავი დაემდაბლოს, ღვთისმადლი მასზად მოვიდეს. ისე იყო წმინდა გიორგიც. არც არაფერი არ დაუშავებია, ხო? თქვა, რომ იმპერატორი ცუდად იქცეოდა, რადგან უსამართლოდ დევნიდა ქრისტიანებს და ხოცავდა ქრისტეს მიმდევრებს. მაშინ თავისი ყველაფერი სამხედრო დიდება დატოვა და მივიდა იმპერატორთან და ამხილა. ამხილა და მოწამეობის გვირგვინი დაიდგა. თან ისე, რომ ღვთის მადლი ეწეოდა, თორემ იმას კაცობრივი ბუნება ვერ მოითმენდა. ჩვენ მაგალითი დავგვიდო მაგალითი იმისა, რა ძალა აქვს ქრისტეს ერთგულებასა და ქრისტეს სიყვარულისთვის თავის დადებას. ძალა აქვს ისეთი, რომელსაც ადამიანი ენით ვერ გადმოსცემს და ეს ყველგან ჩანს. იმ წმინდანების ცხოვრებაში, რომელიც მორწმუნე არ იყო, აქ ვთქვი, დემეტრე თავდადებული. მორწმუნე იყო, მაგრამ ისე ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ ძალიან დამძიმებული სული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამს ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მიიღო. რა ისიკეთე მეყოს მე თუ კი ერი ჩემი დაიტანჯება და ქვეყანა ჩემი მოუხრდება. წავიდა და იცოდა მოწამეობრივ სიკვდილზე წავიდა თავისი ნებით. და ღმერთით ხდება ყველაფერი. ყველაფერი რაც დაეშვება, ღვთით დაეშვება. ჩვენ წინაპარს ყველაზე კარგი ფორმულირება ჰქონდა. გვიჭირს ქვეყანა წაგვართვეს, რაღაცა მიიტაცეს კუთხე და დღესაც შეიძლება მიტაცებული არის. პასუხი ერთია. ჩვენ წინაპრებს ისტორიის წლებს უკარო დავესესხოთ ჩვენთა ცოდვათა გამო. ვიღაცა ეტყვის არაფერი არ მიცოდავს. როგორ არა ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და რომ გონია რომ არაფერი ცოდვა არ ჩაუდენია უამრავს აღმოაჩენს. ადამიანის სული გავს ერთ ბნელ ოთახს, სადაც ერთი პატარა ნახრეთი ჯუჯრუდანიდან მზის სხივი შემოდის. და ალბათ ყველას გინახიათ, მზის სხივზე უამრავი მტვრის რაღაცა ნაწილაკი ბაცილა დაფრინავს. რაც უფრო დიდია ეს ღიობი, მით უფრო დიდი შუქის ნაკადი შემოდის და უფრო მეტი ჩანს. და თუ ადამიანის სულში უფლისა მადლის ნათელი სხივი სვეტი შემოვა, მაშინ ამ სხივის ნათელზე შეიძლება ადამიანმა დაინახოს თავისი დაცემულობა. და მაშინ ვეღარ მოიწონებს თავს, რომ მე არაფერი ცოდვა არ ჩამიდენია. ხშირად ამბობენ, ხო, რომ არ ვიცი რა დავწერო აღსარებაში, როგორ არის შორსასრალ არ თუნდა. იქვე დევს შენს გვერდით. დიდება და მადლობა ღმერთს ესეთი შუამავლები და შუამდგომელები გვყავს. წმინდა გიორგი, კონსტანტი კახი, რომელთათვისაც ქრისტეს სიყვარული აუნაზღაურებელი განძის სიმდიდრე იყო და ამას არასოდეს არ დასტოვებდნენ. მაგალითი მოგცეს, გვიჩვენეს, ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული. როგორი შთამომავლები ვართ ჩვენი დიდი წინაპრებისა, უკეთ თუ გვიყვარს ქრისტე, მაშინ მოვნახავთ გზას, თუ როგორ ვემსახუროთ მას. დიდება და მადლობა. გილოცავთ
დიდმოწამე გიორგის და დიდმოწამე კონსტანტი კახის ხსენებას. მათი ლოცვა და მათი მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, გაამთლიანოს, ჩვენს ერს მადლიერების გრძნობა და თავდაბლობა გაუჩინოს და ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ფიქრობს და ყველანი ისინი რა თქმა უნდა წუხან, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. რატო? იმიტომ რომ მათ ქრისტე მხოლოდ როგორც ცნობა, ინფორმაცია იციან. ხოლო ქრისტე ესეც არ ითხოვს. ქრისტე თავდადებას ითხოვს ჩვენგან. და რით? ერთი მონაზონი მოდიოდა ქალაქში თავის ახლობლებთან. და პატარა ბავშვი შემოხვდა და ბალი გაუწოდა. და გამოართვა ეს ბალი და იგემა. გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა და მოტრიალდა და ბავშვი კითხება. ეს ბალიო საიდან არისო? შენი ბაღიდანო? არა, მეზობლისო ბაღიდან ტოტი იყო გზაზე გადმოშვერილი და ის მოკრიფე და მოგაწოდეთ. რა მიქენი ესო ჩემო შვილო? ქურდობისა თანაზე არის გამხადეო. თუ კი სინდისი აი ესეთი ნათელი არის, მაშინ ქრისტე ჩვენთან იქნება. და საქართველო რა არის? მთელ სოფლიოს ჩვენ დაგვიმორჩილებს და მოგცემს. უკეთ უგწამს ქრისტე და უერთგულებთ მას. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად არც ლოცვისა, ასე ვთქვათ, სიმძიმე არ შეგაშინათ, არც ღამისა სიბნელემ, არც სიცივე, ხა სიცივე დიდად არ ყოფილა, მაგრამ მაინც ღმერთმა გაგახაროთ, მადლი მოგცეთ და შეგძინოთ, ჩვენ კიდე გვიხარია, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ილოცეთ ეს დიდი დღესასწაული, ჩვენი მონასტრის, მთავარი ტაძრის დიდი დღესასწაული. ქრისტე აღსდგა. იმიტომ რომ კვირა არის დღეს და ქრისტე აღსდგა, ეს მისალმება არის გამარჯვებისა ესეთი შეძახილი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არის ღმერთი. ილოცოთ.